საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა წრფნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება. როგორც იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა გუშინ ქრონიკის პირდაპირ ეთერში განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა. ცვლილებების თანახმად ამგვარი საქმიანობისკენ მოწოდებისთვის სანქცია 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო უკანონო ფორმირებებში გაწევრიანებისთვის კი 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. თუ საქართველოს პარლამენტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი 312 პრიმა მუხლი დაემატება. ინიციატივის მიზანს საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში მოქალაქე და ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის შეჩერებით ხსნის. სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, თუ კი პარლამენტი მთავრობის ინიციატივას მიიღებს და კანონად აქცევს. ეს არის 312 პრიმა მუხლი, ახალი მუხლია, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა, ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით. მოწოდება 2 წლის თავისუფლების აღკვეთით თავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივიდან. მთავრობამ ამას ერთსულოვნად მხარი დაუჭირეთ ყველამ, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ტიპის გადინებისადმი ტოლერანტული იყოს სახელმწიფო.